დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორც იქნა მზემ გამოიჭყიტა და ეგრევე გამოვარდი ბაღში, რომ მოვასწრო. ჩქარ-ჩქარა შემოუვაროთ ერთად, ჯერ რევიზია არ ჩამიტარებია, ზარალი არ დამithვლია, ისეთი ქარიშხალი და წვიმები იყო ეს დღეები, რომ არ ვიცი, თქვენთან ერთად უნდა ვნახო, რა დამხვდება ახლა ბაღში. ამას წინ უკვე გადამიტეხა ქარმა რამდენიმე კარგი ტორტი, საყვავილე და ვნახოთ აბა ეს არის მეცხრე ანგელოზი. ხო გითხარით ადრეც, რომ როცა იშლება ეცვლება ფორმა და ფერი, ფაქტურაც ფურცლებს, მაგრამ ჯერ კიდე კარგად გაიშალოს, ცოტა პერლამუტრი დაედო უკვე. ბოლომდე გაშლილი, მერე ხდება რაღაცნაირი პრიალა და უცხო. ესეთი ლამაზუკა. ამაში დარწმუნებული ვიყავი, ამას არაფერი არ მოუვიდოდა, იმიტომ რომ ძალიან მყარად დგას. ამას არანაირი ქარიშხალი არ აშინებს. ისე მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს ვარდი თავის დროზე და ყველას გირჩევდით და გაამართლა ნამდვილად. ესეთი მეცხრე ანგელოზია. აქეთ მერი ლენოქსი. გაშლილი ყვავილი. რა ლამაზია მზეში. ესეთი პაწუწყუნა. უცებ გაჩვენოთ, იმიტომ რომ იმდენი ვარდი დასაბმელია ახლა ასაყენებელი. ეს რაფაელა. ირინა ბრეგვაძის საჩქარია და ძალიან მიყვარს. ძალიან უცნაური ფორმის ბოკალი აქვს და რამხელა ტოტი გამოისროლა. შეხედეთ. მულენგალეტობს. ერთი დიდი ყვავილი ამოტეხილი დამხვდა გუშინ, თავის ტოტიანა, დავაბი სასწრაფოდ. აქეთ თანმიმდევრობით რომ გამოვყვეთ, ეს არის აია. მე მგონი უკვე ზეპირად იცით, მოგაბეზრეთ თავი. ესენი გადაყვავილდა უკვე. სუსუ პირველი ყვავილები, ესენი უნდა მოვაჭერა. მოგაბეზრეთ თავი ერთი და იგივეს ჩვენებით. აქეთ პიერ არდიტი შლის ყვავილებს, რა ვიცი, თავისი სილამაზე მინდა რომ მაჩვენოს. 4 წელია დავატარებ აქეთ-იქეთ ამ ვარდს და არ მეღირსა მისი სრულფასოვანი ყვავილობა. ეს კოლინ რუჟი. და ეს ერთი ყვავილი გამოერია, აქეთ სურირ დე პერიგიო მყავს გვერდით და შეხედეთ გამოერია სურირ დე პერიგიოს ერთი ყვავილი. ჩაეხუტა. კინქიუს კოშკი გაუჭირდა წვიმაში, ცოტა ნაზიკოა, თან პატარაა. აქეთ მონტროიალი მყავს, სუზის ნაჩუქარია და შარშან ერთი ყვავილი ქონდა ულამაზესი. ვნახოთ აბა წელს რა სიზამს. მეორე მხრიდანაც შევხედოთ. აქ ლილა წამოწვა დამალა ყვავილები. შეხედეთ ყვავილებში, ბალახებში ჩაიმალა. მაგრამ ცოტა უფრო მაღალი ღეროებიც აქვს. იყვავილებს სავარაუდოდ კიდე
ესენჯი რომანტიკა მყავს ლილას გვერდით, რაღაცნაირად უხდებიან ერთმანეთს პაწუკები. ეს არის ულამაზესი ბლუბერი. ვგიჟდები ამ ვარდზე. ძალიან ყოჩაღი ვარდია და ფერი აქვს, აი არ ვიცი, მართლა რაღაცა ალუბლის მურაბის თუ რისი, რას შევადარო. უკან მუნვოლკი გაიშლება მალე ყვითელი და შეხერეზადა. შეხერეზადა როგორი გაპრანჭული გოგოა. ეს მარწყვის ნაყინი. აქედან მზე ურტყამს ცუდად მე მგონი და მეორე მხრიდან ჯობია გადაღება, ხო? ეს მარწყვის ნაყინი კიდე უნდა გაჩვენოთ კარგად. შეხედეთ. ამას აქვს სასწაული მარწყვის სურნელი. Strawberry milkshake ქვია, მაგრამ მარწყვის ნაყინს ვეძახი შემოკლებით. მულენგალეტის ყვავილი ჩაიმალა. ნახეთ რა მზეა. რა ლამაზია. ეს საქორწინოება როგორც იყო ისია, ისევ მაგიჟებს უკვე მე რამდენი დღეა. ახალ კოკრებსაც გაშლის მალე. აქეთ ის ჩვენი კაორუ სურნელოვანი ვარდი ხაცუნე გადაყვავილდა. აი პრინცესა კიში გაჩვენოთ მზეში. ცუდად იღებს კამერა, მაგრამ მაინც დაინახავთ რა ლამაზია. აქეთ ელიჩკამ გაშალა პირველი ყვავილები. ძალიან მიყვარს ეს გოგოც. მიგაჩვენოთ რა მხელა ბუჩქია. ეს არის ელი. აქეთ ფრანგული კაბა. ჩამოკიდა ტოტები, ესეც დასაბმელია. ისინი ასაწევი მაქვს სულ. აი ესე. იმიტომ რომ კიდე გაშლის სხვა ყვავილებსაც და ჯობია დავაბადროულად. ჩემი საყვარელი და მზეთუნახავი ჯისე. უი, თამამო როგორ გალამაზებულა ამ წვიმებში. დაუმსხვილებია ყვავილი და გადაუწვენია ტოტები. აქაც ეს დასაბმელი მაქვს. რატო ჩამოწვა ესე? რა გინდა დაიღალე და დაწექი? გოგო. აი შეხედეთ რა კერკია. ტინეკე იწყებს. ჩემი თეთრი პატარძალი. ორალრივა, ორანჯრივა. ნახეთ. ფანტასტიკურ. ვაიმე რა მზე ხარ ღმერთო. და რამდენი კოკორი აქვს გაშლის პირას. ამ ჯუნგლებში შემოსვლა არის ძალიან გართულ და ისევ რა ვიცი გამოვხშირე თითქოს ეს ვარდები, მაგრამ მაინც ვერ დავდივარ ამ ბუჩქებში.
აბა ტრავიატა როგორ არ განახოთ. აი ზევიდან. აქ მყავს ჩემი დედამთილის დანატოვარი ვარდი, იცით უკვე, თეთრი გედია მგონი ხო, ასე მითხარით. გადავჭერით ძირში წელს. კიდე გაი ჩემი ქმარი არ უყურებს YouTube-ს და იმას, Facebook-ს. გადავჭერით ძირში, მაგრამ მაინც ამოიყარა, ნახეთ. მაინც დაბუჩქდა და მაინც ყვავილობს. ოჩახ. იქით მირანდა მყავს ჩამალული, უჭირს ამ ტრავიატას ჩრდილში. მაგრამ რა ვქნა? და მოვიფიქრო რა ვიყო. აი როგორია ტრავიატა ახლოდან. ისე დავდგე რომ დავჩრდილო, აი თითოეული ყვავილი რა ლამაზი აქვს. მოკაროსა იწყებს გაშლას. ჯერ ძალიან პაწუწკუნა. აი ბლუმონი. სისი. რამზე თუ ნახავია. აი ხო გეუბნებით, ასეთი ფერის ვარდი, ასე ყოჩაღად თუ გაუძლებდა მზეს, წვიმას, ყველაფერს არ მეგონა. ძალიან გამძლე გამოდგა. სამარყანდა. აი მე ნახეთ როგორ გადატეხილა ყვავილები. კი ვიფიქრე რატო არ ანათებს მეთქი ეს ჩემი სამარყანდა, თურმე გადატეხილები ქონია. დავჩრდილო. აი ასე. ნახეთ. ვერ მივხვდი, ანუ ესე იგი მზეში არ უნდა ვიღებდე, რომ კარგად გამოჩნდეს ფერი, ჩრდილი ჭირდებათ. აბა გამოცდილება მირჩიეთ რა გავაკეთო. აი ესე რო ვდგები, რომ ჩრდილში ვახვედრებ ყვავილს, მაშინ კარგად ჩანს. ეს აშრამიკო. ზე თუ ნახავი აშრამი. აი აქაც იგივე სიტუაცია. აი ესე. უნდა გადავეფარო, რომ კარგად გადავუღო. ხოთ კაკაო. გამაგიჟებს ეს ხოთ კაკაო. აქეთ კენსინგტონ გარდენი უკვე გაჩვენეთ. ცალკე ვიდეოში იმსახურებდა ნამდვილად ცალკე ვიდეოს. ეს ახლა ასე იდგება საუკუნე. так. ახლა აქეთ რა ხდება? აქეთ რა ხდება და ის პაოლე ივანე მეორეს ყვავილი გადარჩენილა, მაგრამ მოსაჭრელია უკვე აღარ ვარგა. კოკორიც გადარჩა. წვიმები სასტიკად არ უყვარს. მაგრამ მე მგონი გადავრჩით. აქეთ ჩემი საყვარელი მიქელანჯელო. რატომ მოუბრეცია ესე ყვავილი, ნახეთ. მოეღუნა თითქოს. აი patience იშლება. პიჩავალანჟის ისევ ერთი ყვავილი დგას ასე გაუნძრევლად 3 დღეა. ძალიან ნელა იშლება. ძალიან დიდხანს დგას მერე გაშლილი. ბლუმუნსტოუნს წელს მე ვფიქრობ რომ ზე მოაკლდა, ამიტომაც არ აქვს ისეთი სასწაული შეფერილობა, როგორიც ახასიათებს ხოლმე. მაგრამ მაინც ძალიან ბევრი კოკორი აქვს და აი ესე გაპრანჭულად დგას. აქეთ ლავილა კოტა გაშლილი უკვე.
სუპერ ვარდია ეს. ნუ ჩემთვის რა ვიცი. თქვენს გიყვართ ვიცი. იქით ჩაიმალა ერთი ყვავილი, ვერ ვწდები რომ გადავიღო. აი ესეთი მასშტაბური გოგოა. ლავილა კოტა. აქ პატარა შარშანდელ კლუმბაზე არაფერი არ ხდება. როგორც ვთქვით წინაზე სტეფანია ბარონიამ აქ ჩამალა ყვავილი და ეს ჯინგერბელსია, რომელიც ესე კასკადურად აი წარმოიდგინეთ ცარიელ კლუმბაზე ეს ერთი მიხარებს გულს, როგორ არ დავუფასო. გასაგებია, რომ წვრილი ყვავილები აქვს, რომ დაკიდული თავები აქვს ამ ყვავილებს, მაგრამ ერთიანად ხო ძალიან ლამას სურათს სანახაობას ქმნის, არა? თუ მეტეს როცა სხვა არაფერია. სულ ასია ეს, სულ ყვავილში და სულ კოკორშია. აქეთ ბელვიუ ბოლომდე გაშლილი. ამის კოკორი მიყვარს, აი ესე როცა არის, ნახეთ. ხო ლამაზია ძალიან. ამან ჩაუნა თავი. და უცებ აქედანაც დავხედოთ. სუპერ ტრუპერი. აი ესეთი ცეცხლოვანი ყვავილებით. ორიენტალ ექსპრესი. აქ კიმურას შამპანური იწყებს. ესე ჯერ არ იწყებს, მაგრამ კოკორშია. ნონა ეკით ამადეუსი. ნონა არის ნეონის ფერი, ისეთი დახვეწილი გოგო მიყვარს. ხო წარმოგიდგენიათ როგორ მიყვარს და პატივს ვცემ, რომ ისეთი ვარდები გავაბრძანე ბაღიდან და ეს დავიტოვე. აქ თეთრი შოკოლადი მაქვს. უსასწაულესი ყვავილებით. კონფეტი. ცეცხლი გოგო. და კიდევ ერთხელ გაჩვენოთ პულმან ორიენტალ ექსპრესი. მიბრუნებული აქვს თავები და აი იქიდან რომ გადავიღო ღობეზე უნდა ავიდე ფაქტიურად და ეხლა იმდენი მაცვია ეს კურტკაც ჩავიცვი. ციოდა ძალიან რომ ღობეზე ასვლის თავი არ მაქვს ნამდვილად, ასე რომ როგორც გამოვა, ისე გაჩვენებთ ამ სასწაულ ყვავილებს. აი ნახეთ ყვავილის ზომა. ამით დღეისთვის დაგემშვიდობებით მეგობრებო და მომავალ შეხვედრამდე.